მინდა დიდი მადლობა გითხრათ ბიჭებო იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ აქ. მე ახლა გენერლებთან, როდესაც გქონდა შეხვედრა, სიამაყით ვისმენდი შეფასებებს, რომელიც თქვენს დიდ პროფესიონალიზმს, სიმამაცეს, გამბედაობას, მიზანმიმართულებას უკავშირდება და ჩვენ მე მინდა თითოეული ქართველი სიამაყე გადმოგცეთ და მადლიერების გრძნობა, იმიტომ რომ არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქე ამაყობს თქვენით. მე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ იმ მისიის მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ, მათ შორის თქვენ მოგიწევთ მაზარი შარიფში ძალიან საპასუხისმგებლო მისიის შესრულება გერმანული სარდლობის ფარგლებში. ეს მისია გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, თუმცა თქვენი წინამორბედების პროფესიონალიზმმა, სიმამაცემ შეძლო ის, რომ ამ საფრთხეების პრევენცია მოეხდინა, ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა, როდესაც გერმანულ საკონსულოზე მოხდა თავდასხმა. ჩვენ მივიღეთ დიდი მადლიერების და აღიარების სიტყვები ჩვენი გერმანელი მოკავშირეებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ასეულიც აი ამ ტრადიციას, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა შექმნეს იქ, გააგრძელებს ღირსეულად. მისიას მომავალშიც გავაგრძელებთ. რატომ? იმიტომ რომ იმ თავარს, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფალი განვითარება, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული და სუვერენიტეტის დაცვა, მთლიანობის დაცვა, ჭირდება მუდმივად მზადყოფნა, სამხედრო მზადყოფნა, თავისუფლება თუ არ დაიცავი თავისით, უნებრივია ვერ იარსებებს და ამიტომ თქვენს იქ ყოფნას აქვს სწორედ ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქის თავისუფლების, ჩვენი ოჯახების განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და დიდი მადლობა აი ამ მზაობისთვის. თქვენ გამოხატავთ თითოეულის ქართველის ამ შემთხვევაში ვაჟკაცურ სულს და გამოხატავთ აი ამ მხედრულ ტრადიციებს, რომლითაც ჩვენ ოდითგანვე გამოვირჩეოდით. კიდევ ერთხელ მინდა წარმატებული მისია გისურვოთ ავღანეთში, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეც გეგმავ გენშტაბის უფროსთან ერთად წელს ვესტუმრო თითოეულ ჩვენი ლოკაციის ადგილს, მათ შორის ერთ-ერთ საპასუხისმგებლოს მაზარი შარიფზე და დარწმუნებული ვარ, როგორც წინა შემთხვევებშიც, მომავალში თქვენი მისიის შესრულების ფარგლებში მე მოვისმენ იგივე მაღალ შეფასებებს თქვენი ოპერატიული საქმიანობის განხორციელების შესახებ, რაც მოსმენილი მქონდა აქამდე გერმანელი გენერლებისგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მინდა ყოველივე სიკეთე და ღვთისწყალობა გისურვოთ თითოეულს. Natürlich auch Beziehungen mit Amerikanern, oder? Hat meine letzte Verwendung im Kommando her gehabt, Austausch mit Hohenfels, wie auch auf Seiten der ჩვენ მოვისმინეთ გერმანელი გენერლებისგან მაღალი შეფასება ჩვენი სამხედროების სამხედრო მზადყოფნისა და ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად იმ საპასუხისმგებლო მისიას, რასაც ქვია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რასაც ქვია წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს დაცვა და თავისუფლების დაცვა, მომავალშიც მტკიცედ გავაგრძელებთ.
გვიხარია, რომ დღეს მინისტრს ვმასპინძლობთ. 2014 წლიდან აქ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვამზადებთ, რომლებიც მაზარი-შარიფში გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად უსაფრთხოებას იცავენ. 3 წლის განმავლობაში 800 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოვამზადეთ. ეს ჯარისკაცები ავღანეთში ჩვენს გვერდით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მინდა გავიხსენო გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. მათ დროულად და სწორად იმოქმედეს. ეს ფაქტიც გვიჩვენებს, რომ ქართული დანაყოფები იქ დიდ სამსახურს გვიწევს. მათ ამისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და წარმატებულ მისიასა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებთ.